მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებენ ისევ ტრადიციულად მოქალაქეები პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. უკვე თითქმის 500 დღეა, რაც გრძელდება ქვეყანაში პროევროპული საპროტესტო აქციები, მათ შორის ბათუმში, ნებისმიერ ამინდში მოქალაქეები გამოდიან ქუჩაში ამ უცვლელ საპროტესტო აქციაზე და ძალიან ხმამაღლა ისმის მოქალაქეების მოთხოვნა, რომ ისინი არ შეეგუებიან დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში, არ შეეგუებიან იმას, რომ ამ ქვეყანას ყავდეს პოლიტიკური პატიმრები და მოთხოვნებით გრძელდება ეს საპროტესტო აქციები, არა მხოლოდ ბათუმში და თბილისში, არამედ მთელს ქვეყანაში იმართება ეს პროევროპული საპროტესტო აქციები. მე მინდა გავისაუბროთ დღეს ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრის მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია, ჟურნალისტი, გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც უკვე 14 თვეა რჩება უკანონო პატიმრობაში და გაირკვა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე ეგრეთ წოდებული უდოს კომისიაზე განიხილეს მზია ამაღლობელის საქმე და გამოიტანეს ხელშეკრულება, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. ასეთია უდოს კომისიის დასკვნა. მე მინდა გითხრათ, რომ დანაშაულის აღიარება და სინანული არ არის კანონით სავალდებულო მოთხოვნა იმისთვის, რომ გათავისუფლდეს პატიმარი, როცა უდო განიხილავს კონკრეტული პატიმრის შემთხვევას, მაგრამ ამ შემთხვევაში უდოს კომისიამ გადაწყვიტა, რომ რადგან მზია ამაღლობელი არ აღიარებს დანაშაულს და ფაქტია, ნებისმიერ უფლებადამცველ დღეს ამას ძალიან ღიად და საჯაროდ გამოხატავს, რომ სილის გაწვნა არ შეიძლება დავინახოთ როგორც დანაშაული, შეიძლება იყოს საუბარი სამართალ დარღვევაზე, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის დანაშაული და მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი, რჩება უკანონო პატიმრობაში და ბუნებრივია მზია ამაღლობელი არ განიხილავს ამ ქმედებას დანაშაულად და ასევე ხაზგასმელია, რომ კანონი არ მოითხოვს დანაშაულის აღიარებას საიმისოდ, რომ კონკრეტული პატიმარს შეეხოს ვადაზე ადრე გათავისუფლება. მოდი გავისაუბროთ ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს, რომლებიც დღეს მოვიდნენ ბათუმში საპროტესტო აქციაზე. მოგესალმებით საღამოშიდობისა, მინდა გაგესაუბროთ, მოდი თქვენგან დავიწყებ. შეიძლება ვთქვით, დღეს მზია ამაღლობელს უთხეს უარი, უდოს კომისიამ განიხილა მზია ამაღლობელის საქმე. და გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. ასეთია უდოს კომისიის დასკვნა. ეს არის კომისია, რომელიც განიხილავს ალკოჰოლის მჟავრდებულების შემთხვევას, მას მიმართავს ხოლმე ციხის ადმინისტრაცია, რომ მას შეეხოს ვადაზე ადრე გათავისუფლება. და თუ კი თქვათ პატიმარი ხასიათდება დადებითად მისი ქცევა საშერახებულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში ის შეიძლება გათავისუფლდეს ვადაზე უფრო ადრე, უკეთეს მოხდილი აქვს უკვე სასჯელის ნახევარი. ამ შემთხვევაში მას ციხის ადმინისტრაცია ახასიათებს ძალიან დადებითად, მაგრამ უდო ხას უსვამს იმას, რომ არ ნანობს თავის დანაშაულს, არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ესეთია ციტატა, რომელიც ამ კომისიამ დაწერა თავის გადაწყვეტილებაში. Utaporია თავიდან ბოლომდე ეს პროცედურებიც ესე ვფიქრობ ამ ხელისუფლების პირობებში, იმიტომ რომ არ არის მზია დამნაშავე, თავიდანვე სხვანაირი განაჩენი უნდა დამდგარიყო და ეს ყველაფერიც უბრალოდ თავისი ამომრჩევლისთვის საჩვენებლად არის გაკეთებული, მათ შორის ეს დასკვნაც და ეს კომისიაც ისეთსავე გადაწყვეტილებას მიიღებდა, როგორი დაკვეთაც ექნებოდა ცხადია წესში, რა ვიცი, არც ერთ ინსტიტუციას არ ვიდობი ამ ხელისუფლების პირობებში, იმიტომ ძალიან მარტივია მე ვფიქრობ პასუხი. ანუ რეალურად ფიქრობ, რომ სისტემას არ სურს რომ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. სისტემას არ სურს რომ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. სხვა შემთხვევაში როგორც იქნებოდა დაკვეთა, იგივეს გააკეთებენ. ეხლა არ ამგონია განსხვავებული ან ლავირების საშუალება ჰქონოდა ამ კომისიას და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ამ პირობებში, რა პირობებს ახლა გვაქვს.
რა ეტაპისია ახლა წინამორბედება თქვენი აზრით რა შეიძლება თქვა რამდენად გამოსდის ივანიშვილს თქვა დიქტატურის დამყარება იგივე იმ რეპრესიული კანონების მიღებით პოლიტიკური პარტნიორების რაოდენობაც იზრდება ადამიანებს აპატიმრებენ ტროტუარზე დგომისთვის რა შეიძლება ითქვას გამოსდის ივანიშვილს დიქტატურის დამყარება თუ არ და რა პირობა ჩანს ამ გადასახედიდან იმისთვის რომ დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი დამაიმედებელი სიტუაცია არის თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ იმიტომ რომ ობიექტურად უნდა შეფასდეს სიტუაცია მაგრამ სანამ ერთი ადამიანი მაინც დგას გარეთ პროტესტი აქტიურია და ცოცხალია სტაბილურია მართალია რაღაც სირთულეები არსებობს პროცესში, მაგრამ კიდევ ერთხელ იგივე ფრაზას მოვიშვილებ, ანუ სანამ ერთი ადამიანი მაინც წინააღმდეგობას უწევს სისტემას, ეს ადამიანები ციხეში დასვლაზე არიან ციხისმხელები, არ აქვს ამასაც ესე ვთქვათ პრობლემა და წირავენ თავს ბოლომდე, ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს, შემოსავალი დაკარგეს და მაინც შიგნით დგანან გარეთ და ეწინააღმდეგებიან სისტემას. ამიტომ წინააღმდეგობა ისე გრძელდება და ვერ მივხვდი რომ დიქტატურა სრულად დამყარებულია ქვეყანაში, თუმცა არც თვად დამაიმედებელი სიტუაციაა და რაღაცის შეცვლა უიღო არ იქნებოდა ნამდვილად. რა არის ხამის პირობა თქვენი აზრით, მთავარი პირობები, ფაქტორები, რამაც შეიძლება დაამარცხოს ივანიშვილი და მისი დაჯგუფება? პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ამ ეტაპზე მე რაღაცა ჯადოსნური გზები და ჯადოსნური ფორმულები არ მაქვს ესე ვთქვათ. აი თქვენ უფრო ხედავთ ამას საგარეო ფაქტორებზე, იგივე სანქციებზე ასევე. დამოკიდებული უკრაინის ომზე. ჩემი სუბიექტური აზრია ეს და არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად მსოფლიოს ბედი ამაზე დიდწილად დამოკიდებული. ამიტომ ესეთი დიდი ფაქტორები ალბათ უფრო მეტი შანსი არის რომ არსებობს რომ ასეთმა დიდმა ფაქტორებმა სწრაფი და ეფექტური ესე ვთქვათ ცვლილებები შეიტანოს მსოფლიო პოლიტიკაში. ალბათ თუ რაიმე გარე ფაქტორებზეა საუბარი, ეგ არის უპირველესი. ამაზე შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი. ქვეყნის შიდა ფაქტორებში ჯერჯერობით ეგეთი მკვეთრი ცვლილებების გამოწვევი არაფერი არ. აი თქვენ ეხლა აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციების მოწყობას 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რომელიც მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? რატომ შეიძლება იყოს ეს მნიშვნელოვანი? ისე მასობრივად ქუჩაში გამოსვლა. გაერთიანება თავისთავად არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანი იყო ამ მცდელობა ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, მაგრამ რაღაც გარკვეული გამო არ ვიცი, კონკრეტულად რამიზები არ ხდებოდა. და ეს არის ხალხშიც გარკვეული იმედის საფუძველი შეიძლება გახდეს და ნდობისაც ოპოზიციური პარტიების მიმართ. აუცილებლად გავა ამ მასობრივ საპროტესტო აქციაზე და მედოვნებ რომ რაღაცა ცვლილების დაწესებაში შეიძლება გახდეს. ვთქვათ ბიძგის მიმცემი პროცესისთვის და ახალი სულის ჩამოყალიბება. მადლობა თქვენი სახელი შემოხსენეთ. მადლობა თაკო. მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ბათუმის საპროტესტო აქციაზე. ეს არის პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც ტრადიციულად იმართება აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მოქალაქეები ისევ დგანან სასამართლოსთან და ისევ უცვლელია მოთხოვნები პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ამ მოთხოვნებით გრძელდება ეს პროტესტი. საღამოშიდობისა, გოჩა, მოდი თქვენ მინდა რომ გაგისაუბროთ. გამარჯობა. მზიამაყლობას უთხრა უარი, ასევე უდოს კომისია, ეგრეთ წოდებული უდოს კომისია, რომელსაც განიხილა მზიამაყლობელი საქმე, დღეს გაირკვა ამის შესახებ. მათ შეისწავლეს მზიამაყლობელი საქმე და იმის მიუხედავად რომ არ არის აუცილებელი პირობა დანაშაულის აღიარება, მათ დასკვნაში ეს ჩაწერეს რომ დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებასო. და ამიტომ არ უნდა შეეხოს ეგრეთ წოდებული უდოს კომისია, ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლება. როგორც ვიცი, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ფარგლებში აღიარება და მონამინება არაფერს არ შეიძლება. კი, კანონით ასეა, არ არის აუცილებელი ყველა საქმე უნდა განიხილოს, კომისია არის იქ. დასავლეთის და აღმოსავლეთისა და კიდევ ხალხთა მიმართულებით და ბავშვთა მიმართულებით როგორც მახსოვს და ამ კომისიაზე ხდება გადაწყვეტილების მიღება და ხასიათებას თითოეული მჟავდებული შესახებ წარადგენს დაწესებულების ხელმძღვანელი პენიტენციებს და მე კომისია მსჯელობს.
ერთ-ერთი კრიტერიუმი მან არის რომ ანუ სიმედა ნაშაული ნაკლებად სიმედა განსაკუთრებით სიმედის მაგის მიხედვით არის მინიმუმი საშიშელები რა უნდა ქონდეს სიამაღლობის საშიშელი მიხედვით ნახევარი რო იქნება მოხდილი შეუძლია კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით გადასცემდეს ანუ სწავლებულის მიმართვის ვალდებულებაც არა ამ როგორც მახსოვს და ის რაც კანონით არ მოითხოვება რომ აღებაში უნდა იყოს ის ერთ-ერთი კრიტერიუმი თუ ვალდებულება კი არ ექნება კომისიას ექნება ანუ განიხილავს იმ შემთხვევაში თუ სწავლებული ირანიებს და აღიარებს თანაშაულს და ნანობს მაგრამ ესეთი კრიტერიუმი მე არ მახსოვს. ხოდა ეგ რას ნიშნავს თქვენთვის როცა ასე დასკვეს კომისია? თამაშია ჩვეულებრივ მასკარადია ვითომ ჰუმანურობის და ადამიანურობის სახის შენარჩუნებას ცდილობენ და იმ ფაფს და იმ მინდევრებს მეუბნებიან რომ ნახე რაც რეალობა რაც არის ეგ რეალობა არა რეალობა არის ის რომ ჩვენ ჰუმანურები ვართ ადამიანურები ვართ გადავდგეთ ნაბიჯი მინდა შევიწყალო მაგრამ კანონი არ გვაძლევს საშუალებას რომ ადამიანი არ ამბობს რომ ჩავიდნენ დანაშაული ანუ კიდევ ტვირთი გადააქვთ პასუხისმგებლობა შავდობულის ხარეს და კიდევ უწიფრად ატყუებენ მათ ხარდამჭერებს და იმ ხალხს ვისაც ანგარიშს უწევენ მეტნაკლებად თორემ თვითონ საკუთარ თავებში დარწმუნებული არიან რა ამაზელი უწიფარი და უსინდისო ხალხია მან რა ვიცი და ეს კომისიას კიდევ რაც სასამართლო ხელისუფლებაშია რაც პროკურატურაში რაც პოლიციაშია გავსი გაგრძელება იქნება შეიძლება მაგ კომისიაში ვინმე შეიძლება რა იყოს დამოუკიდებელი სუბიექტი რაღაც ანუ ვერ არ გამოვრიცხავ ამ მოცემულობაშიც კი მაგრამ უმრავლესობა აღებულობს გადაწყვეტილებას და ისიც ფორმალურად იქნება. ანუ თავმოყვარე მე რომ იყო თავმოყვარე ადამიანი მასე კომისიაში სადაც შენ სიტუაციასთან პოზიციას ფასი არ აქვს და ანუ თქვენ ფიქრობთ რომ იქნებოდა ზეწოლა თქვა იგივე ამ კომისიის დონეზეც და ვერ მიიღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ეს კომისია. ანუ ისეთ სიტუაციაში ვართ და ისეთი მოცემულობა ამ ქვეყანაში რომ აბსოლუტურად უმრავლესობა საჯარო სამსახურში იქნება ვით საბიუჯეტო გადაწყვეტილებაში მონური მორჩილებით ხელმძღვანელობენ. კანონი არ არის მონური მორჩილება და მე კანონმდებლობით ამ მორჩილების საფუძვლების გამართლება მოგონება შექმნა და დასაბუთება ეგრეთ წოდებული წყალებში. მე დარწმუნებული ვარ შეიძლება ანუ რადგან საქმე ეხებოდა მზიამაღლებას პოლიტიკურ პარტნიორს და ნებისმიერ მსგავს სიტუაციაში თქვენ ფიქრობთ რომ ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი კომისია ხო? მაღალი ალბათობით დარწმუნებული ვარ რომ კომისიისთვის არავის არ ეთქვა ვის საიდანაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიწოდება ხდება და გადაწყვეტილებებს გადაწყვეტილებენ და შესაძლებლად ხაწვიან დაქვემდებარებულ სტრუქტურებს და სუბიექტებს ესეთი გადაწყვეტილებაც რომ არ მიეწოდებენ არავის და არავის რომ არ ეთქვა რომ ძიამაღლობელის მიმართ მოდაზიადებული თავისუფლების ფერკეტი არ უნდა გამოიყენებთო ისეთი მონური მორჩილება გავრცელდა ისეთ ანუ თვითცენზურაც უკვე იქნება ჩართული ხო? საკუთარ კი ანუ თქვაც არ დაჭირდებოდა არა მან ისეთი ხალხი იქნება დარწმუნებული ვარ რავი პირიქით თუ აქედან რომ უთხრა რომ რა ვიცი მართლაც რომ დაშვება რა გავაკეთო ეს თქვა რომ გაუშვითო შეიძლება შოკი მიიღოთ და რამოდენიმე გადაემოწმებინო რომ მართლა გულობლებიან თუ არა ძალიან ისეთი სიტუაცია ყველა უყურებს პოლიტიკურ მოცემულობას პოლიტიკურ სიტუაციას და ანუ ქართული ოცნების პოლიტიკას უსაბამებს საკუთარ გადაწყვეტილებებს და ამას მან იქნება თორე არამგონია ახლა ვინმე ყობახიძე ან ვინმე ისეთი გარეკავდა მან და ეტყონა სიამაღლობის საკითხი არ უნდა დაგმაყოფილდეს მონები არც დაჭირდებოდა ეს თქვა არა მაგის ვიზეს უბრალოდ იმ დონის დახვეწილი მონები არიან და იმ დონის კვალიფიცირებული მორჩილები რომ არამგონია გავსიზარები და ქართულ ოცნებაში რა ხდება ამასობაში თქვენ დაკურებით იგივე აჭარის შემთხვევაში აჭარის მაგალითზე რა შეიძლება რომ ითქვას დავით გაბაიძემ დატოვა თანამდებობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ის მანამდე 10 წელი იყო და 60 წლის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო და თქვა რომ ეხლა უკვე რაღაც ახალი რაღაცა შეცვალა ცხოვრებაში და ცოტრიან ანანიძე აირჩიეს თუ არამედ შეიძლება ეწოდოს ამას არჩევნები არ ვიცი ერთკაციანი არჩევნები ამ ქვეყნად თვითონ ბოლო არჩევნებს თუ ავიღებთ არალეგიტიმურს და არაღიარებულ არჩევნებს ისინი არიან ჩემთვის არალეგიტიმურები არაღიარებული და ასე იქნება ბოლომდე რაც უნდა შეიცვალოს რაც უნდა კანონმდებლობა მიიღო რავი ქართული ოცნება ჩემი ხელისუფლება ვერ იქნება ვერასდროს და დანარჩენი წერომ და იკითხო ეგ კითხვა მაინც ისწავლოთ ცოტა და წერა ამ პრაქტიკულ ანუ წერა კითხვაში რაც შეიძლება აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ერთი ანუ არაფერი დავით გაბაიძე პოლიტიკურად არაფერი ნული შეცვალა მეორე არაფერმა ნულმა ცოტნე ანანიძე
ავიც და რა კომენტარი უნდა გავაკეთო მე ვფიქრობ მათთვის თოცა უნდა დავხარჯოს და მაგრამ რატომ შეიცვალა რასთან გვაქვს იმიტომ რომ დავით გამაიძე იყო თონიკე რიჟვაძის კადრი ნათესავი თვისლები იყვნენ როგორც ვიცი მიუხედავად იმისა რომ თონიკე რიჟვაძე სანამ გამოჩნდებოდა ვალიდურ არენაზე და სანამ თავმჯდომარე გახდებოდა მთავრობის დაჭარით 2018-ში დავით გამაიძე უკვე იყო უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე მაგრამ შემდგომ 20 წელს 20-ში რიჟვაძის გავლენით და რიჟვაძის ხელდასმის და მეცადინეობით შეინარჩუნა უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. აქ ვფიქრობ რომ რიჟვაძის დაჯგუფება ახლა იცვლება თამაზაშვილის დაჯგუფები. ანუ დავით გამაიძე ისეთი კატეგორიის პოლიტიკოსს ანუ მიმაჩნია რომ ანუ დავით დაჯგუფების წევრასაც ვერ წარმოედგენია ისეთი სიცარიელე იყო ჩემთვის ყოველთვის. მაგრამ პოზიცია ახლა ესეთია, ხო უმაღლესი საბჭო აჭარის. ანუ შეიძლება მორალური რაღაც დისკომფორტი შეექმნა თავისი ქვითლის და ნათესავის იმ დიდ განშორების და გასტუმრების და მოშორების რაგაც მოუწეს ავისი დედოფლის წყარო იყო თუ ჯანში, კახეთის რეგიონში. ხო, ანუ ესე ჩამოცილების და შეიძლება ამის გამო რაღაც უხერხულება შეექმნა და მაგის გამო ანუ უნდა და არ ვიცი, მაგრამ განაწყვეტილება მაინც მიღებული იქნება თამაზაშვილის მონედე. თამაზაშვილმა შეკერა თავისი გუნდი და თამაზაშვილის გუნდის წევრი არის და ამით რა იცვლება ესე თქვა, აი რიჟვაძის დაჯგუფება, როცა იცვლება თამაზაშვილის დაჯგუფებიდან, თამაზაშვილი რის მიხედვით არჩევს თქვა ამ კადრებს, თქვენ რა შეგვიძლია გქჩება? ანუ მეგობრები ხუმრობთ, რომ ხულოელების მართლობა აჭარაში შეიცვალა კომუნისტელების მართლობით. ეს ხუმრობაა მართლა, მაგრამ ამათ დონებრივ შესაძლებლობებს და რესურსებს სულებითაც არ იქნება ხუმრობა. მართლა იგრე ფიქრობენ დარწმუნებულნი რომ კომუნისტელი ვარ და კომუნისტელი მეყოლება აღერა მეორე კაცის და შეიძლება იგი იყო კრიტერიუმი. სხვა ახლა რავი, ანუ სოფლი ანალიზი სხვა რით უნდა გამოირჩია სხვა დეპუტატებისგან და რა ანუ მეტი პლუსია პოლიტიკურად არ ვიცი. სოფლი ანალიზი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც აჭარის ტელევიზიის ამბებზე როცა დააკავეს და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, როცა თონიკე რიჟვაძის თავმჯდომარის არჩევნები იყო უმაღლეს საბჭოში 2018-ში, თონიკე რიჟვაძის მამა მონაწილეობდა მთავარი მოწმე იყო სოფლი ანალიზის საქმეების საკავების საქმეში როგორც ვიცი. კი, დავით რიჟვაძე. კი, დავით რიჟვაძე, რომელიც ახლა ანუ ჩამოცილებულია ძალაუფლებას და ოცხოეთშია როგორც ვიცი და ისიც გამყირვებია რატომ კომუნალოს მაგალითად გერმანია ევროპის მაგინებელს დღეს სად არის არ ვიცით, არ გვაქვს ამის ინფორმაცია. ანუ ჩემი არის არც ერთმა ცივილიზებულმა სამყარომ არ უნდა უგონო ცივილიზებული სამყაროს წევს და უნდა გაუშვათ მათ შობლიურ და მაგრამ რასა მოვდით ანუ ცოტრიანანიძე 2018 წელს რა გაკეთდა. ანალიზა მხარი დაუჭირა თონიკე რიჟვაძის კანდიდატურას. ანუ მორალურად ანუ მორალური ამბები რომ არ მუშაობდეს 14 ხმა ქონდა ოცნებას 2018-ში უმაღლეს საბჭოში. 14 და 11 ხმა საკმარისი იყო და მორალური ანუ ცოტნე ანალიზის მორალური პრინციპი დაესვა და საკუთარი უკანონო პატიმრობის შემსრულებელი და მონაწილე ტიპის ადამიანისთვის ხარი არ დაეჭირა. ანუ მის ხელს გადაწყვეტილების შეიძლება არ ქონდა, ხო? არ უნდა მისულიყო მასწავლებელი და მაინც აირჩევდნენ და ცოტრიანანიძის მხარდაჭერის გარეშეც აირჩევდნენ თონიკე რიჟვაძეს. 13 ხმა იქნებოდა. და ამის მიუხედავად მაინც მივიდა. სწორედ მხარი დაუჭირა. და ერთგულება დაუდავსტურა პარტიას, რადგან პარტიამ გადაწყვიტა ეგრე და რა ვიცი გაწირა ყველა ონ პარტია ანუ გული მოიგო ეგეთი ამბავია და მან ამიტომ მორალურ რაღაცებს ყოველ ვერ ხედავ მან ანუ ყველა ერთია სახელმწიფო. მაგრამ ოცნებას რატო დასჭირდა ეს თქვენი აზრით? თქვენ თამაზაშვილი მისი ახალი დაჯგუფება, ჩანაცვლება ამ კადრების, აი ამით რას ახდენს ოცნება თქვენ? ოცნებას დაჭირდა მაგის სხვა მაგალი ნახმია ჩემი აზრით. ანუ ეგრე იმართებოდა რეგიონი, ეხლა ეგრე იმართება, ანუ ერთპიროვნულად იმართება. აი, თავრობის თავმჯდომარე მართავს რა რეგიონს. თვითმმართველობები დამოუკიდებელი ფიგურად არ არსებობენ, არიან ფუქსელი და აი, ფუქსელზე აღარ არიან მონოპოლებში. და ცენტრში და ცენტრალურ ხელისუფლებას აბეკივე მართლ პარტიას წოდებულ ქართულ ოცნებას ანუ საქმე აქვს და მათთვის კომფორტულია ერთ ადამიანთან. აძლევენ ძალაუფლებას, არ ერევიან ამ შიგნის ძალაუფლების განაწილებაში, მის გუნდის შეკრებაში და პასუხისმგებელი ყველაფერზე მათ. ანუ აღარიშვალდებული არის კონკრეტული პიროვნება და მანამდე თონიკე რიჟვაძე იყო, თონიკე რიჟვაძე ყოეთდა ვერ უნდა ყოფილიყო ბაღის ამღელი და მლაგებელი, ყარაული, რა ვიცი, ხელვაჩავის წყლის ფლორის სპეციალისტი უნდა ყოფილიყო ბატონი თონიკე რიჟვაძე ყოეთდა და ბატონი ეთნოლოგ წყალებში და ესე წყვეთ, რა ვიცი, სულთან თამაზაშვილის მაგალითად ბოტანიკურ ბაღში, მესამე ჭიშკარში ვინ იქნება ყარაული. ესეთ საკითხები არიან დასული და ანუ უმაღლეს საბჭოში მოუნდა როგორც ჩანს
საკუთარი კადრის გაყვანა და როგორც აღნიშნე მან ხობულეთელობა და მუნიციპალური კუთვნილება მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა მათი პოზიციონირება და გამომდინარე ამ სამიზნეως ვიდრე შეიძლება ვცდები ახლა თავს ვერ დავდებ მაგრამ მე ვფიქრობ ესეც იქნებოდა ფაქტორი და ეგრეა აწყობს ანუ მათ ქართულ ოცნებას აწყობს თუ ხალხამაზაშვილს მისცეს ცელი კარტლაში მისცეს ცელი განაუფლება და თუ წარმატებული იქნება ბჭყალებში და თქო უნდა მათი კრიტერიუმით შემატებით ანუ საკუთარ აქტივში ჩაიწერენ და საზოგადოებას თავს მოაწონებენ თუ იქნება წარმატებელი გაუყენებელი იმას რაც გაუყენებს ფონდերի ჯვარდესამის გულს ანუ ეგეთია მოცემულობა რეგიონში და მე ვფიქრობ სხვა რეგიონებში სამეთნაგლებად იგივე სიტუაციაა ანუ გუბერნატორები მართავენ რეგიონებს შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკანა მთავრობის თავმჯდომარე არის გუბერნატორის როლში და ეგრეა ერთი კაცი მთავრობას მართავს ძალად ერთი კაცის მმართველობა ამ ქვეყანაში და ეს ერთი კაცი დელეგირებას ახდენს რამოდენიმე ადამიანებს ძალად ჯამში მადლობა ეს გოჩებ ჟავანაძე იყო ბათუმის პროექტული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე მოდი კიდევ ერთ მონაწილეს მოსვიოთ დოკუმენტცხოლა ბაბა საღამოშდებისანი იყო ბუდიში გაგაწყვეტიათ მე პირდაპირ ეთქივად რას ფიქრობთ ისე მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე უკვე გახმოვანდა ეს იდეა კონკრეტული რომ 26 მაისს უნდა გაიმართოს საპროტესტო აქციები თან არა მარტო თბილისში მათ შორის ბათუმში ხო რა ფორმულა უნდა გქონდეს ამ საპროტესტო აქციებზე რატომ არის მნიშვნელოვანი ისევ ქუჩაში მასშტაბურად ხალხის გამოსვლა როდის მოგესალმებით თქვენს და მასშტაბურებასაც დავიწყებთ რომ ნებისმიერი აქცია ეს მასშტაბური იქნება თუ რიცხოვანი აუცილებელია იმიტომ რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ისმოდეს პრეტენზიის და პრობლემის ხმა თუ ყველაფრით მაყოფილი ხარ ან იდიოტი ხარ ან უბრალოდ ხარ მთავრობის წარმომადგენელი რომელიც იდებს ხუთს შიბეში და სხვა ყველაფერი ხეშადო თქვა ფეხებზე კიდია ოდეში ამ სიტყვებისთვის. ახლა რაც შეეხება მასშტაბურ აქციებს, დიახ, ხალხს და მთავრობას კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ თუ რამდენი ვართ და მათ არ უნდა ქონდეთ იმის განცდა და შეგრძნება რომ ჩვენ რაღაცა მივიძინეთ და გვავიწყდა ეს ყველაფერი ან უბრალოდ ის პერიოდი ცხელგულზე ვიყავით და გადაგვიარა და ახლა შევეჩვეთ. არა. საერთოდ არა, უბრალოდ ჩვენ ისე უნდა ვაჩვენოთ რომ ისევ იმდენივე ვართ, იმაზე მეტიც ვართ. გაჩნდა თქვენი უმედობის განცდაც ხო რაღაც ნაწილში ალბათ რომ მაინც ვერაფერს ვერ უცვლით, ვიდექით ერთი თვე ქუჩაში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი პირობა რომ რაღაც შესული იყო პოლიტიკურად ქვეყანაში. გასაგებია. ამჯერად რატომ შეიძლება, რატომ შეიძლება ეს აღმოჩნდეს ფაქტორი? შეიძლება მაგალითად პირდაპირ 26 მაისს ბიზნესი არ გაიქცეს, ფაქტია. შეიძლება 27-ში არ გაიქცეს და 28-ში გაიქცეს. თუმცა ყოველ შემთხვევაში აუცილებელია, როდესაც რაღაცაზე პრობლემა გაქვს და რაღაც არ მოხსოვს, ეს ყველაფერი დააფიქსირო, იმიტომ რომ რავი, ჩემი აზრით არ შეიძლება რომ რაღაცა გაწუხებდეს და შენთვის დაიტოვო. თუ გაწუხებს და შენთვის დაიტოვე და არ თქვი რომ გაწუხებს, ის პრობლემა არასდროს არ შეიცვლება და თითოეული ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელია პრობლემის მოსაბარებლად გამოდგეს, ყველაფერი უნდა გამოდგეს. რა იცვლება თქვენი შეფასებით რიჟვაძის დაჯგუფების წასვლით და მისი ჩანაცვლებით, როცა თამაზაშვილის კადრები გააქტიურდა, თქვა იგივე სოტრიანანიძე გახდათ ეს უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე. ფანზე უბრალოდ. თორე ჩვენ შენივრად ვიცით რომ ახლა მაგალითად სოტრიანანიძე არის რიჟვაძის მამის დაჭერილი, მაგრამ მან რიჟვაძეს ორივე ხელი მაინც აუწია. ბაციკაძე და სოტრიანანიძე ერთმანეთს პრობლემ და თუ არ ვწები მე მგონი ბაციკაძემაც აუწია სოტრიანანიძის დანიშნულას და ზუსტად არ ვიცი და ზუსტად სამწუხაროდ თუმცა მას მაინც მოუწევს ამჯერად უკვე მისი მეთაურის ამ შემთხვევაში მოსმენა და დირექტივების გათვალისწინება უბრალოდ ერთი ამბავი არის რომ კიდევ ერთი ახალი ქობულეთის კლანი გადმოვიდა ბათუმში და ამით რა იცვლება არც არაფერი რა ან ხალხისთვის ან ოცნებისთვის ოცნებისთვის როგორ არის იცვლება? ოცნებისთვის ახლა მაგალითად გაბაიძესთვის და ანანიძესთვის იცვლება რა. ერთმა მაღალი ხელფასი დაკარგა და მეორემ მაღალი ხელფასი შეიძინა. ერთმა თანამდებობა დაკარგა და მეორემ თანამდებობა შეიძინა. თორე როგორც ასეთი რომ ხალხისთვის არ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, შეიძლება უარესობისკენაც შეიცვალოს ეს გამორიცხული არა. თან ჩვენ შენივრად ვიცით რომ დავით გაბაიძე დიდად არ გამოირჩეოდა რაღაც ისეთი ლექსიკით რომელიც ხალხის მიმართ ან დამამცირებელი იყო ან მართალია ის აპრავებდა ჟარგონულად რო ვთქვა ქართული ოცნების ბევრ არასწორქმედებას თუმცა შედარებით მოსულში არაფერზე პროტესტი არ ქონია მთელი ამდენი მთელი ამ უკანონობის მიუხედავად თუმცა მაინც
ფრთხილობდა გარკვეულწილად და ცდილობდა რომ ოპონენტებისთვის ნაკლები შევაწყობა მიეყენებინა შედარებით მისი თანაგუნდელებისგან. ცოტნე ვნახოთ ახლა როგორ იქნება და რა სიზავს, მაგრამ ჩემი აზრით დიდად მაინც ასე რომ ვთქვათ, რაიმე შეიცვალა არაფერი. უბრალოდ ადგილების გადანაცვლებით ჯამი იგივე დაგვრჩა რა, ასე რომ ვთქვათ. და მთავარი გზავნილი რა უნდა იყოს თქვენი აზრით 26 მაისის აქციაზე? აუცილებელია ის რომ პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება მოვითხოვოთ კიდევ ერთხელ. ვაჩვენოთ ხალხს რომ ბრძოლა არავის არ მიუტოვებია და ჩვენ ისევ აქ ვართ და ვაგრძელებთ ამ ყველაფრისთვის ბრძოლას, რაც დავიწყეთ. აუცილებელია რომ ხელახალი არა და არამედ უბრალოდ ახალი არა და არამედ ხელახალი არჩევნები ჩაენიშნოს რიგ გარეშე ვადამდელი, რომელიც ნორმალურ პირობებში ჩატარდება არჩევნები და შესაძლებლობა ექნება ყველა პარტიას რომ მიიღოს ნორმალურად მონაწილეობა და ყველანაირი გაყალბების გარეშე და ჩემი აზრით მაინც უმთავრესი და პირველია რაც არის რომ ეს პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური ტყვეები, გოგონები, ბიჭები, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან უკანონოდ, ეს ადამიანები გამოვიდნენ თავისუფლებაზე, იმიტომ თავისუფლებაზე ზვირადღირებული რამ არ არსებობს. თავისუფლება როგორც პიროვნული, ასევე ქვეყნის. ზოგადად თავისუფლება პოლიტპატიმრებს და თავისუფლება საქართველოს. აი ეს უნდა იყოს თავარი გზავნილი. მადლობა, ეს დოკუმენტის ხოლავა იყო პროევროპული აქციების, ბათუმის აქციების მონაწილე. გონუსმენთ ბათუმის აქციების მონაწილეებს ბოლო პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით ესეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ საღამოს. ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.